ძირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა სწორად ვიმყოფებით ქარელის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბატონ უშანგი მეხანძიშვილთან. მისი თანხმობით რამდენიმე შეკითხვას დავუსვამთ. ბატონო უშანგი, თითქმის წელიწადზე მეტია, რაც დაემხო საქართველოში დიქტატურა. ფაქტობრივად სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შემდეგ კანონიერი გახდა. გვაინტერესებს თქვენი აზრით დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობაზე. რა უნდა ითქვას? ხელისუფლებამ ჩაიბარა ფაქტიურად დამგრეული რესპუბლიკა. მორალად გატეხილი ხალხი. ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენს ქვეყანაში წესრიგით აღსადგენა. ქაოსი და ხალხის გამოსაყვანად. განსაკუთრებით შიმშილისაგან გადაჭიმის საქმეში. ცნობილია, რომ რეზერვები ძალიან გამოწვეული იყო სასწავლო პროდუქტების და თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა შიმშილი გადაუღადი იყო. შევარდნაძის ავტორიტეტმა შეძლო ის, რომ საზღვრების ქვეყნებიდან შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება, ამასთან ერთად დაცემული იქნა სესხები, რომლის შედეგად შეძენილი იქნა პირველ რიგში მარცვლეულობა და სხვა პროდუქტები და მორაგდა მოსახლეობა მართალია მინიმალური რაოდენობით, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, აცილებული იქნა შინშილი და უბედურება. ასევე სხვა წაკითხებშიც. დღეს უმალება მაინც რთულია, ომია საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთის მიწაზე. მდგომარეობა ჯერ სამაჩაბლოში და არა მარტო სამაჩაბლოში, სხვა რეგიონებში. ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, რომ აი მშვიდობიან პერიოდში იბრძოლოს, იშრომოს და ეს მასშტაბური კონდეს ჩვენი ქვეყნის მოვლისა და წესების საქმეში. ახლა რაც შეეხება ჩვენს რაიონს, აი ამ პერიოდში რა გააკეთა რაიონში რაიონულმა გამგეობამ, რა მუშაობა გასწია. იგივე ითქმის ქარელის რაიონზე, რაც რესპუბლიკაში მოხდა მისმა შედეგებმა ქარის გამოხატება ხო ქარის რაიონში. შეიძლება მეტიც შევადარებთ სხვა რაიონებს. ნენდან ჩვენს რაიონში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ჩვენი რაიონი ესაზღვრება ყოფილი სამართლოსფეროს რაიონის ტერიტორიას და ბევრი რამ დაწყვეტა და ვაკუპა. გახსოვთ ალბათ, ვალმაგიდის ბატონობის პერიოდში ეგრეთ წოდებულმა ეროვნულ მოძრაობას მთლიანად ელემენტებმა დაარბიეს ანახალხელი მოსახლეობის განსაკუთრებით მოსევის ოჯახები და შეიქმნა რაიონში ცუდი მდგომარეობა. ჩვენ როცა შექმნილი გამგეობა გასული წლის გაზაფხულზე და დაიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში ყურადღება მიექცა რაიონში წესრიგის დაფარებას. ამ საქმეში თავისუფლება შეიტანა რაიონულ გამგეობამ და მისმა თავმჯდომარემ ტალებ ბაბაქაძემ, ქარელის ბატალიონმა. გახსოვთ ალბათ, იყო პიკეტები, იყო მოსახლეობის მიერ დაყენებული მოქალაქეები, რომლებიც იცავდნენ წესრიგს. ჩვენი ბატალიონი იდგა ნოლებში, იდგა შინაგან საქმეთა რაიონის გამოფილების მუშაკების რაზმი და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებოდა. პირველი ამოცანა ეს იყო. ზარაფხანა აჩაღობა ბებაქარეში შეშერებული იყო ქარელის რაიონში. და მართლაც შედარებით, რადგანაც ყველაფერი შედარებითია, მიღწეულია შედარებით სიწნარე ჩვენს რაიონში თუ შევადარებთ სხვა რაიონებს. გინდა მეზობელ რაიონებს ქართლში და გინდაც რესპუბლიკის სხვა რაიონებს. შემდეგ ეკონომიკის დარგში მართალია გასაჭირია სოფლის მეურნეობაში არ არის საწვავი, არ არის შამქიმიკატები, არ არის მომარაგების სხვა საშუალებები, მაგრამ არის შეძლოთ არსებობს რესპუბლიკაში იმის მიხედვით მარაგდება რაიონის მოსახლეობა, მარაგდება მეურნეობა
ქარელის რაიონი აგრარული რაიონია. იმოქმედა თუ არა მიწების პრივატიზაციამ და საერთოდ მიგაჩნიათ თუ არა ამ რთულ ვითარებაში მიწების პრივატიზაცია მიზანშეწონილად. როგორც რესპუბლიკაში, საერთოდ, ისე რაიონში პრივატიზაცია მომზადებად დაიწყო. არ არსებობდა რაიმე კანონები შემუშავებული და არ იყო ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული. ამან გამოიწვია ის, რომ პრივატიზაცია არაორგანიზებულად დავიწყო. შეიქმნა რთული ვითარება, რაც კიდე გამოწვეული იყო იმით, რომ კომისიებში მეტწილად მოხვდნენ ისეთი პირები, რომლებსაც არაფერი საქმე არ ჰქონდათ მიწასთან, შრომასთან, სოფლის მეურნეობასთან. და აი ამ პირებმა ან ვერ გაართვეს თავის მუშაობას, ვერ გაანაწილეს სწორად მიწის პარტნიორები, ან კიდევ ანგარების ფაქტებიც იყო და ასევე იყო უცოდინარეს ფაქტები, არ იცოდნენ კანონი, არ იცოდნენ წესები და უშედეგო შეცდომები. ყველაფერი ამან გამოიწვია ის, რომ მოსახლეობას შორის მოხდა შეჯახება, სოფლებს შორის დავა საზღვრების დადგენის თაობაზე, თუმცა დადგენებაშიც იყო არასდროს ჩაწერილი, რომ უნდა აღდგენილიყო სოფლებს შორის საზღვრები შეაზღვრების ფარგლებში და ასე კიდე მამბაგური მიწებს უნდა დაპატრონებდნენ მათი მემკვიდრეები. აი ეს ამ ორმა საკითხმა გაართულა ვითარება. მართალია მიმდინარე წლის გაზაფხულზე აღნიშნული მუხლები ამოღებული გამდადგენებიდან გასულ წელს ამ ფაქტორებმა ამ ორმა მუხლმა დიდი შეყარშაღა გამოიწვია. ისე რომ რაიონში ჩვენ ყველაზე მეტად აკუთვნილი ვიყავით ამ საკითხს. სათანადო დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოდიოდა რაიონ გამგეობაში, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამეურნეო მუშაკები, კომისიების ხდომას ვადარებდით კვირაში 3-ჯერ. აი ეს დარბაზი და ზოგჯერ აღომა ყოფნიან დაბლად დარბაზში ვადარებდით ორგანიზაციებს, რომ დავუმოქმნიან მოსახლეობის მოთხოვნები. ძირითადად მაინც გადავალახეთ ყველა სიძნელები და ჩატარდა პრივატიზაცია შედარებით ნორმალურად ისეთი რაღაცა გართულები არ ქონდა. ასევე უნდა ითქვას ის, რომ ბევრია დარღვევები, ბევრია ნაკლოვანებები, ბევრი არასდროს არის განაწილებული ფაქტორები, მაგრამ იმედი გვაქვს იმისი, რომ აქტების შედგენის დროს გასწორდება ეს პრობლემა. ვინაიდან მიწა ვერსაც დაიმალება, თუ ვინ არასდროს მიიღო, ვერ გაატარებენ აქტებში და აქტების გაცემის დროს გასწორდება. მასალად კომისიების შესახებაც აღდგენა გამოვიდა, რომლის მიხედვითაც კომისიების შემადგენლობა შეიცვალა და სამეურნეო ხელმძღვანელები გახდა თავის დადგენილებით პასუხისმგებლები მიწების პრივატიზაციაზე. აი ეს ვაიმედებს იმას, რომ ის დარღვევები, ნაკლოვანები, რომლებიც დაშვებულია მიწის პრივატიზაციის საქმეში, გამოსწორდება აქტების შედგენისა და გაცემის დროს. საერთოდ კი პრივატიზაცია აუცილებელია. ხოლო მე შემიშალა. უნდა ყოფილიყო წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებული და ვერ დაწყებული იყო. მოსახლეობას კი გადაეცა დიდი რაოდენობის მიწის პარტნიორები, მაგრამ ხა მოსახლეობას უჭირს დამუშავება ფაქტობრივად. არ არის აწვავე, თუ არის ძვირია, ტექნიკა არ არის, შრომასალები არ არის, თესლი არ არის. აი სახელმწიფოს უნდა გამოეყოფო კრედიტები მოსახლეობისთვის, თესლების შესაძენად, მასალების შესაძენად, საწვავების შესაძენად და აი ასე დამუშავებული იყო ფაქტობრივად. ხა დიდი რაოდენობის ფაქტობრივად დარჩება დამუშავებელი. რაც შეეხება შედეგს, შედეგის დადგენა ჯერ ძნელია, იმიტომ რომ არ არის აღრიცხული და არც არსებობს არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც აღირიცხებოდეს მოსახლეობის მიერ დამზადებული პროდუქტების რაოდენობა. არ არის ამის წესი, ალბათ უნდა შემუშავდეს ამის წესი. მაგრამ მომავალში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნაკლოვანებები გამოსწორდება, გაცილებით მეტ პროდუქციას აწარმოებს მოსახლეობა, ვიდრე აწარმოებდა დღემდე საზოგადოებრივი მეურნეობა. თქვენ ბრძანდებოდით პრივატიზაციის, მიწების პრივატიზაციის კომისიის თავმჯდომარე და მეურნეობის ხელმძღვანელებები, უკაცრავად მეურნეობის ხელმძღვანელებებიდან თუ იყო ხელმძღვანელების მხრიდან თუ იყო რაიმე წინააღმდეგობა. იყო ბევრჯერ გადაცემა ტელევიზიითაც, პრესაშიც წერებოდა
რომ მეურნეობის ხელმძღვანელები შესუსტიათ მუშაობაში აღმართული წელი გაიცეს და ისევ მითება სიმდომე თავიდან ასეთი რომ მეურნეობის ხელმძღვანელები ჩამოაშორეს პრივატიზაციას და უცხოეს თქვენ არაფერი გესაქმებთ პრივატიზაციასთან და კომისიამ უნდა გადაწყვეტონ ეს საკითხები. და იმიტომ იყო ესეთი ბევრი ნაღვევი გამოვლი ტერმინიდან. ასუგებელი პირი ვინც არის თუ იმას დააკისრებ ის სხვა რამესაც უხდიდება თავის ამდეობასაც და ამიტომ შეიძლება რომ არ დააბრუნოს კარი. ჩვენთან არაფერი ისეთი არ გამოვიდა, მე არ მქონია ესეთი ფაქტები, კომისიის ხდომაზე დაწნაზე სიტუაცია გამომდება, რომ უშუალოდ მეურნეობის რომელიმე ხელმძღვანელს ჩაეშალოს მუშაობა ამ სანადრო გაეწევს. ისე ბუნებრივი ადამიანის ასეთ ახლა იმას უნდა რომ მეურნეობის ფაქტობები მეტი ყოფილიყო მეტი შემოსავალი მიიღო მეურნეობას. პრივატიზაციის კომისიას უნდა რაც შეიძლება მეტი მიწები გაეცა. შეიძლება მასში რაღაცა იყო. მაგრამ ფაქტობრივად არც ერთ მეურნეობაში ასეთი ფაქტები არ მოხდა როგორც მოეწევს. ცნობილია საქართველოს პარლამენტმა დაამთავრა მსჯელობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ. პროექტიც პრესაში გამოქვეყნებულია. თქვენი აზრი არჩევნების შესახებ? მე მგონია რომ უნდა იყოს ადგილობრივი ორგანოებიც ლეგიტიმური კანონიერ არჩევ. დღეს რაიონულ ორგანოებში მეტად დანიშნული ხალხი მუშაობს. არჩევნები უნდა ჩაატარდეს. მე პროექტით წავიკითხე პარლამენტის ხდომებსაც უყურებ და იქ ბევრი სადავო საკითხი იყო, სხვადასხვა აზრი იყო არჩევნების ჩატარების წესის შესახებ. და ბოლოს ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ და ალბათ კანონის გამოქვეყნება. დაინიშნება არჩევნების ჩატარების დღეს და რიცხვიც. მე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ იყოს სოფლის ხელმძღვანელი დაბის, ქალაქის, რაიონის და არჩევნების შედეგად კანონიერი ხელისუფლება შეიქმნება ადგილებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გამოშვების საკითხს. ახლა კი შევეხოთ ისეთ მტკივნეულოს საკითხს, როგორიცაა აფხაზეთი. რა ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ჩვენი რაიონი აფხაზეთში მებრძოლებს და ტოვილებს როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან. ჩვენი რაიონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც აფხაზეთში ქართულთა მდგომარეობა სხვებთან ერთად პირველად ჩვენი ბატალიონი შევიდა აფხაზეთში წესრიგის დასამყარებლად. როდესაც ცნობილია ის, რომ აფხაზეთში ჩვენი რაზმები არ შესულა საომარი მიზნით. არამედ შევიდა რკინიგზის წესრიგის დასამყარებლად რკინიგზაზე და ასევე გახსოვთ, რომ აპაჩაღებდნენ და არაფერი არ შემოდიოდა რკინიგზის საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებით ჩვენს რესპუბლიკაში. და პირველები შევიდნენ ჩვენი ბატალიონი, სოხუმში პირველი შევიდა, ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და ძალიან ძლიერ შეიტანეს სამშობლოს ერთიანობის დაცვის საქმეში. დღესაც მრავალია აფხაზეთში რაიონიდან ახალგაზრდები, რომლებიც დგანა სამშობლოსთან დარაჯვას. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ დავეხმარეთ აფხაზეთს საშინაო გზავაზანების პროდუქტები, სასაცილოებანი, ამდენად გავაგზავნეთ პროდუქტები თბილისში ჩავიტანეთ აეროდრომზე და აეროდრომის თვითმფრინავებმა გადავტანეთ სოხუმში. ასევე სოხუმიდან აფხაზეთიდან პრობლემები არიან ჩვენთან, ცხოვრობენ ჩვენს რაიონში, რომელსაც ვეხმარები. ვეხმარებთ ასევე პრობლემებს სამაჩაბლოდან. მოდიოდან ყავს. ვეხმარებთ პროდუქტებით. ვაძლევთ ფულად დახმარებას თავმჯდომარეობის მიხედვით. ყველას გამოვყავით მიწის ქართულები, დროებით სარგებლობის უფლები, რომ დაამუშავონ და სოფლის პროდუქტები აწარმოონ. მოვალშიც კიდე ალბათ ჩვენ რაიონი სათანადო შეიტანს საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის საერთაშორისო ბრძოლის საქმეში.
რესპუბლიკაში გამოცხადებულია სამობილიზაციო მზადყოფნა. ჩვენს რაიონში რა მდგომარეობაა წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის შესახებ? არის თუ არა თავის არიდების ფაქტები? გამოცხადდა თუ არა თავრობის დადგენილება სამობილიზაციო მზადყოფასთან დაკავშირებით, მაშინ ახლა შევქმნით რაიონული შტაბი. დავაწესეთ რაიონულ გამგეობაში სადღეგანისო მორეგეობა. ასეთვე მორეგეობა დაწესებული დიდ საწარმოებში და ორგანიზაციებში. შეესაბამება რაიონულ გამოფილება კომისარიატი გადასულია სამობილიზაციო მდგომარეობაში, რეგიონიზაცია ყაზარმა მდგომარეობაში გადასულია. ჩვენი ქალაქის შემოსასვლელში დავხსენეთ ჩინასამეფო რაიონული გამოფილების მუშაკების პუნქტი, სადაც მოიგებენ და აკონტროლებენ შემსვლელ გამოსვლელ მანქანებს და საერთო პირებს აკავებენ და იცავენ წესრიგს, რომ რა პედაგოგი არის. ჩვენი რაიონიდან ბევრი გაიგზავნა როგორც რეზერვისტი, ისე წვევანდელი დანიშნულების ადგილებზე. ამასთან ერთად მინდა აღნიშნო, რომ ადგილი აქვს არის რეზერვის ფაქტებს. თუ წინა ჩვენ გავხუროთ, რომ საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებით ქართველებმა არ უნდა იმსახურონ იმპერიის ჯარში და ამბრძანებელს ემსახურა, დღეს ეროვნულ არმიაშიც ზოგიერთი არ არის. ვიძახებთ კომისარიატში გამწვევ პუნქტში რეზერვისტებსაც და წვევანდებსაც და ნაწილი არც არის. და ვერ შევასრულეთ ჩვენ აპრილისთვის დავალება. აპრილში უნდა გაგვეცანა 40 წვევანდელი, გავაგზავნეთ 16. ეხლა მაისშიც იგივე მდგომარეობა და რაც აპრილში ვერ გავაგზავნეთ, ისიც მდგომარეობა და ამის გეგმაცა შესასრულებელი. და აი ამ საქმეში დიდი დახმარება გვესაჭიროება მოსახლეობისაგან, მშობლებისაგან, განსაკუთრებით მშობლები არიან წინააღმდეგი, რომ შვილები წავიდნენ ჯარში. არადა დადგენილება მთავრობის, რომ წვევანდელები 6 თვე იმსახურებენ სხვადასხვა ნაწილებში, მიიღებენ სპეციალობას და მე შეიძლება იქნან გაწვეული იქიდან გადაყვანილი აფხაზეთში. პირდაპირ არ მეხუთი ხო შემთხვევები პირდაპირ მიყავდათ და რაღაცა მდგომარეობა იქნებოდა. ეხლა ჩვენ პროკურატურასაც გადავეცით მასალები ზოგიერთ თავის ამოძებების მასშტაბების მიცემის შესახებ და სხვა ორეზებს ვატარებთ, მაგრამ მინდა რომ არავინ არ იქნეს დასჯილი და ყველამ შეიგნოს, რომ სამშობლოს დაცვა ყველას ვალია და ყველა წავიდეს იქ, სადაც მოითხოვს ჩვენი სამშობლო. არადა ეს არის ღალატი. ერის სამშობლოს ღალატია ისმიც ვალდებულია და არის ეროვნული. და ბოლოს ერთი ასეთი შეკითხვა ბატონო უშანო. თვლით თუ არა საჭიროდ მიზანშეწონილად, რომ ქარელის რაიონულმა გამგეობამ თვეში ერთხელ ან ორჯერ ტელევიზიით გააკეთოს თავისი საქმიანობის მიმოხილვა. მიმოჩნია მიზანშეწონილად შედეგი გარემოების გამო. როგორც ცნობილია, სირთულეებია შექმნილი საწვავით მომარაგების საქმეში და საფრთხო მომსახურება ვერ დგას საგანადო დონეზე. ამის შედეგი ისიც, რომ გაზეთები ვერ მიდის ადგილებზე და ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობას. ამ მეორე შედეგი ისიც არის, რომ ძვირია გაზეთები გაწვირდა და მოსახლეობის დიდი ნაწილმა ვერ გამოიწერა. ასევე სხვა ინფორმაციის საშუალებები ნაკლები რაოდენობით არის, თუნდაც რადიო აღებოთ. რადიოს მოსახლეობის 70%-ს აღარ აქვს, აღარ მუშაობს ხაზები, აღარ არის. აქედან გამომდინარე, მე ახლა მიმეჩნია, რომ რაიონული გამგეობის ინფორმაციები ორ კვირაში ერთხელ გადაიცეს, გამოვიდნენ ადგილობრივი ტელევიზიის გამგეობის წევრები, აპარატის მუშაკები, სამონტაჟის ხელმძღვანელები და ინფორმაცია მიგაწოდო მოსახლეობას რა გვიჭირს, რა გვირთმის, რა არის გასაკეთებელი და რა ნაკლებობს მუშაობაში. ეს ყველაფერი რომ ეწოდნენ მოსახლეობას,
მე უფრო მდგომარეობა სხვანაირად იქნება წარმოქმნილი. არის ის ფაქტები, რომ ვიღაცები დასახლებულები არიან და რაც ნაკლანებია იმას აფიქსირებენ და ლაბორატორიულ სხვადასხვა ადგილებში. მე გამოვიდნენ ასეთი ფაქტი ტელევიზიით, ჩვენ ვითხრა ნაკლანებები მოსახლეობასაც უთხრა და რაც მთავარია დავსახოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. თორე ნაკლანებები, დაბლობები არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ მას უნდა მიცეთ გზა რის შესაძლებლობაც ასწავლოს ის ფარგლებში, რომ სულ შეიძლება სულდეს, მაგრამ შესაძლებლობა არ აქვს. მე მინდა ექვე პატარა ამას ხაზი გავუცხო. მოსახლეობის ერთი ნაწილი მოყოლება შექმნა იმის გამო, რომ არ ნაწილდება საკმაოდ რაოდენობით საფრთხო პროდუქტები. მაგრამ ამით წყდება თუ რომ აი ეს სისტემა, რომელიც ეხება ფონდებით რაიონის მომარაგებას არ არის. ცეკავშირი ემსახურება ჩვენს რაიონს და ცეკავშირს აღარ აქვს ფონდები, რომ გამოგზავნოს და მოსახლეობაზე განაწილდეს ამ გაიგებს. ასევე ადგილობრივი რესურსებიც ამოწურული იმდენით რაოდენობით არ არის. რაც მოდის, იმას ვანაწილებთ. ეხლა ერთი გაუგებარი ხდება ხოლმე. ქალაქის მოსახლეობას ეძლევა განაწილებს პროდუქტები. ამას აკეთებს ვაჭრობის სამინისტრო. ვაჭრობის სამინისტრო ემსახურება ქალაქებს, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და სხვა ქალაქებს. ჩვენს რაიონს და ზოგიერთ ჩვენ რაიონის მსგავს რაიონს ემსახურება ცეკავშირი. ცეკავშირს არ აქვს ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის სამინისტრო ქალაქებს ამარაგებს რაიონებს არ აქვს. რომ მოისმენთ ტელევიზიის გამოსვლით რომ ჩვენ მოსახლეობა რო განაწილდა იქ ერთი მარგანი უახლოეთ შეიქმნა და მართლა ესეც მასწავლებელი არიან ამ საკითხში, მაგრამ ჩვენ ასეთი ფონდები არ გვაჩნია. რაც გვაქვს, რასაც გვაძლევენ და რასაც გვიგზავნიან, იმას ვანაწილებთ. არაფერი ისეთი არ შემოვა ჩვენთან, რომელიც მოსახლეობას ეკუთვნის და სხვაგვარად მიიღებს. რაც შემოდის და რაც ასანაწილებელი ნაწილდება. აი ესეც იგივე გამგეობის მუშაკების გამოსვლა თუ სხვა ხელოვნების მუშაკების გამოსვლა ტელევიზიით, ადგილობრივი ტელევიზიით ხელს შეუწყოს მოსახლეობას ქართულ ცნობიერებაში ჩვენს რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. ის რა დამჩენია, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტელემაყურებლების სახელით ასეთი საინტერესო საუბრისათვის. იმედი მაქვს ინტერვიუ პირველია და არა უკანასკნელი მომავალშიაც მოხდება შეხვედრები რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან აბარაკთან. ეს მადლობას გიხდით ბატონო შან. თუ ასევე მადლობას გიხდით, სამადლობას გისურვებ და იავტონერ პროცენტი ტელევიზია გაწილებული იყო.